სოხუმის ოკუპაციიდან 32 წელი შესრულდა. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. დღეს ქუთაისში პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს და გაიხსენეს ტრაგიკული დღეები. 27 სექტემბერი ეს არის ძალიან მძიმე თარიღი საქართველოს ისტორიაში და პლუს კიდე არის რელიგიური დღესასწაული, ერთ-ერთი 12-თაგანი დღესასწაული ჯვართამაღლების დღე. ამ დღეს დაეცა სოხუმი. ჩვენ მალობთ სოხუმის დაცემას, მაგრამ აფხაზეთი დაეცა, ასე ვთქვათ, ყველაზე ესე ვთქვათ მკივნეული აი ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიაში. ორი ნაწილად შეიძლება გაყო ეს მოვლენა, რაც მოხდა. ერთი რა მოხდა სინამდვილეში და შემდეგ აწირა უნდა გავაკეთოთ. მოხდა ის, რომ თავიდან საქართველოში 90 წელში იყო სამაჩაბლოს კონფლიქტი და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ზუსტად გამსახურდიას მეთაურობით გაითვალისწინა ის პრობლემები, რა შეიძლება მოყოლოდა აფხაზეთს და დაალაგდა ის ურთიერთობა. აფხაზეთთან აფხაზეთში ჩატარდა იქ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ეს ადგილობრივი არჩევნები, სადაც ჩვენ მათ ხვოტა მივეცით უმრავლესობა აფხაზებს, თავმჯდომარედ დაინიშნა არძიმბა, მოადგილედ დაინიშნა ჩვენი წარმომადგენელი და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, არანაირი, ესე ვთქვათ, კონფლიქტის საფუძველი აღარ იყო და არც მოხდებოდა, მაგრამ შემდეგ ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა საქართველოში, ეს ძმათამკვლელი ომი, შინაარეულობა და ამით ისარგებლა გარე ძალებმა და გაჩაღდა ეს ორწლიანი ომი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ჩვენ კონტროლი დავუკარგეთ აფხაზეთზე. მაგრამ ჩვენ კონტროლი არ დაგვიკარგია ხალხთან, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მომავალში ერთადერთი გამოსავალი ეს არის ამ საკითხის გადაჭრა არაიარაღით და დიალოგით უნდა გადაიჭრას ეს ურთიერთობა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძმები, აფხაზები და ჩვენ, რომლებსაც არც მათ აყავთ კავკასიის გარდა სხვა ნათესავი დედამიწაზე და არც ჩვენ არ აყავთ სხვა ნათესავი, ჩვენ ვართ ერთი კავკასიელი ერი, კავკასიელი ეთნოსის წარმომადგენელი და ჩვენ შევიგდებით და ისევ ერთიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ მომავალში. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტყივილი. რუსეთის იმპერიამ დიდი ხანია დაადგა თვალი აფხაზეთს. და ნელ-ნელა აღვიებდა. მე კარგად მახსოვს ამის სული ჩამდმელი იყო, როდესაც კომუნისტური პარტია იყო საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი, აგიტაცია პროპაგანდის მინისტრი მიხეილ სუსლოვი. და აღვიებდა შულს ჩემოთანა. მე რაც მოხდა. დაიკარგა აფხაზეთი. ჩვენ ხალხთან, აფხაზეთთან გვაქვს ურთიერთობა, ზოგი ნათესავია, ზოგი ბიზაშვილია, ზოგი იგია, ეს არ დაკვარქულა ყოველთვის და ეს გაგრძელდება ყოველთვის. მე მჯერა, რომ რაც არის ტერიტორიული დაკარქული, ის ყველაფერი დაბრუნდება უკან. აი, ავიღოთ ახლა სომხეთ აზერბაიჯანის შერიგდნენ. ახლა დროა ჩვენ შერიგდეთ. ომს ყოველთვის იწყოს ავანტურისტი და ამთავრებს ავანტურისტი. მე მჯერა, რომ ჩვენ და აფხაზები შევრიგდებით. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძიმბას განკარგულებით შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციის და საქართველოს შეერაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისათვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვე დაიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს. რუსეთ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით აფხაზეთში
1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებებისას ქართული მხრიდან 10,000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300,000 აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი დაიღუპა 3,500 და დაიჭრა 2,000-მდე აფხაზი.